გოგა ხაინდრავა ჩვენი ძმაკაცი მოსული. ხო, ნუ რაზეა საბაგო, რა სისულელე. ხო, თან მით უმეტეს შათირიშვილის მერე არა, რა სისულელე გააკეთეს. ხო, წარმოუდგენელი. რატო გააკეთეს? იცი რატო გააკეთეს? მე მინდა აი ამ ოლე ტროლაილებს უთხრა რა, რომ აი ამ ტელეფონში მაქვს სურათი 1959 წელი, ბრიუსელი. ადამიანების ზოოპარკი. იქ ხალხი დგანან გამოპრანჭულები ბავშვებთან ერთად და იმაში რა ქვია შემორაგულში არიან ზანგები, ოჯახები და ესენი დადიან ადამიანების ზოოპარკში და აი ეს ბიდლა ეს ბიდლა არიციან რა. ხო, ნუ ვინც არიან დღეს ჩვენ გველაპარაკება დემოკრატიაზე, გველაპარაკება ადამიანის უფლებებზე. იცი მე ვიყავი 5 წლის უკვე იმ დროს. როდესაც ეს გრძელდებოდა. აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ, რომ იმ ქვეყანაში, რომელიც ყოველთვის მიგვაჩნდა ფლაგმანად დემოკრატიის, სკამები იდგა, რომელსაც ეწერა მარტო თეთრებისთვის. და ეს სკამები იდგა 1970 წლამდე. მე სკოლას ვამთავრებდი მომავალ წელს, ხო? აი ეს არის საფუძველი. რამ გააჩინა ეს აბსოლუტური იცი როგორი უზნეობასთანა გვაქვს საქმე, როგორ გარყვნილებასთან, როგორ აი სრულ დეგრადაციასთანა გვაქვს საქმე და აი ამ დეგრადაციის ფონზე ეს ოლეაოლა ტროლაილები აკაურები რა, აღარც კაცი რო არ არიან და აღარც ქალი რო აღარ არიან, აღარც პოლიტიკოსები რო არ არიან და აღარც ბანკირები რო აღარ არიანო, კაცმა არ იციან ვინ არიან, რას წარმოადგენენ. კითხვა სვავენო როგორ ვიზა ლიბერალიზაცია რაშია როგორ და ეს სულელური კანონი რატო არ უნდა გააუქმოთ ეხლა მე გეკითხები რა შენ წარმოიდგინე სადამდე მივიდა საქმე რომ იმასე კი აღარ არის ლაპარაკი რომ თქვათ ჩვენ შეჯიბრეთობის პრინციპი გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობაში ჩვენ აღმოჩნდით ერთადერთი ქვეყანა ერთადერთი რომელმაც გაბედა და მთელი სოფლიოს გასაგონად იმ წნეხის გათვალისწინებით, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, იმ აბსოლუტური არაადამიანური დამოკიდებულების გათვალისწინებით ვთქვით, რომ ჩვენ იდენტობას, ჩვენ ღირსებას, ჩვენ წარსულს, ჩვენ წმენას, ჩვენ ბავშვებს და ჩვენ მომავალს დავიცავთ კბილებით, რაც არ უნდა დაგვიპირისპიროთ ჩვენ. ჩვენ ამას არ დავთმობთ. და მე ისე ვიმეორებ ამ გადაცემაში, მე ვარ ბედნიერი კაცი, ამას 70 წლის გავხდი. მე მივხვდი რისთვის დავიბადე და რატო დავიბადე ამ ქვეყანაში. რომ აი ამ ყველაფრის მონაწილე ვიყო, ერთ-ერთი პატარა ნაწილი, აი ამ ღირსების, ამ თავდადების, ამ თავგანწირვის. გაიგე? ამ წარსულის აწყოს და მომავლის პატივისცემის. ხო, მაგრამ პრაგმატულობაზე რომ გადავიდეთ. ანუ დაწკილები არიან პრაგმატულობისგან, ხო? ეხლა შენ მანევრი მაინც გაიგეთ. რამანე რისი მანე კაია კალასმა რა მანევრი უნდა გააკეთოს ეს ნეანდერტალელი საბჭოთა კავშირიდან გამოსული. ეხლა იუნკევიჩიანე იმისი გარბაჩოვის პარტიის წევრი თუ ეს კგბ-შნიცა ნიკოლოზის დროინდელი რო სახე იქნება კავშირის, ხო? ის არის საბჭოთა კავშირი, ის ევროპის კავშირი აღარ არის. ის საწყალი კაცი ალბათ საფლავში ტრიალებს, ვინც საფუძველი ჩაუყარა ამ კავშირს, რომელიც დღეს საბჭოთა კავშირად იქცა. თემა დავამთავრეთ, ჩვენ ამ ევროპულ ბიუროკრატიასთან ჩვენ არაფერი საქმე არ აგვაქვს. და ამას თვითონ ადასტურებენ და თვითონ გეუბნებიან ყოველდღე მომშორდი და მოგშორდით, იცოდეთ, არ გჭირდებით არაფერში. ჩვენი გზა გვაქვს. ეს გზა 3000 წელიწადია გრძელდება. უმძიმეს მდგომარეობაში ყოფილ, ბევრად უარეს მდგომარეობაში ყოფილვარ. ჩვენ ყოფილვარ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენი ხმა არ ესმოდა არავის და როგორც აღმოჩნდა დღეს აი ამ საბჭოთა კავშირში დეგრადირებული 9 ქვეყანამ აქედან 5-მა კატეგორიული წინააღმდეგობა გაუწია. კიდე 9-მ თქვა რომ ამას როდემდე უნდა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა და უთხრა რომ რა გინდათო რომ მაინც და მაინც რუსეთისკენ ეკაჩებით საქართველოსო და არ უნდა ამ საქართველოს აი რას ნიშნავს ავსტრიის პარლამენტში რომ მემარჯვენე ძალიან ბევრია. არა საერთოდ არის ქვეყნები რომელსაც საკუთარი თავის და წარსულის ხსოვნა და პატივისცემა აქვს. ეხლა შენ წარმოიდგინე რა რას 540 დეპუტატი ისე უწევს ხელს
რაღაცა რეზოლუციას, რომ შიგნით არც კითხულობს რა წერია. არა, რა თქმა უნდა, განხილვაზე არის. ეხო გავლილი ვარ, შენ და მე მაინც რა იმას აკისავართო, ეს საბჭოთა კავშირში ნანახი მაგ და ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ამას იმის რა ქვია გორბაჩოვის წარმომადგენლობა აწევს თუ ფონდერ ფაიზერის ეს კორუფციის დედა წარმოიდგინე, სამარცხვინო ქალი წარმოიდგინე. რომელიც დღემდე არ აქვეყნებს მიმოწერას და რეალურად სასამართლომ უკვე დაადგინა, რომ ეს არის მექრთამე. მექრთამე უდგეთ სათავეში, წარმოიდგინე. მეორე ერთ-ერთი ლიდერი, კაია კალა მაგის ქმარს მილიონიანი ბიზნესი აქვს რუსებთან, წარმოიდგინე. არ ვიციო. შეკაიდეთ მამიშვილო, შენი ქმარი რას აკეთებს თუ არ იცი, საგარეო საქმეები როგორ უნდა მართო ევროპის. ეს არის დეგრადირებული, ჩამოშლილი, აბსოლუტურად. ჩამოშლილი რატო არის დღეს? გამოაცხადა ორბანმა, რომ მე არ გამოურიცხავ, რომ ევროკავშირი დავტოვოთო. ხო. ეხლა მეორე რაც მოხდა, გუშინ თუ გუშინ წინ, ზუსტად არ მახსოვს, აი გუშინ თუ გუშინ წინ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მოაწერა ხელი სამხედრო შეთანხმებას, თანამშრომლობის. მანატო რა არის? არა, ნატოს-ევრია ორივე ქვეყანა. ხო, სამხედრო კავშირია. ნატოს ფარგლებში არის. ეხლა ნატოში თუ ესე იგი რატო მოაწერეთ ხელი, ესე იგი ნატოც აღარ არის, ხო? ნატორი აღარ არის, ევროკავშირი აღარ არის. მე მინდა ქართულ საქართველოს ხელისუფლებას მიმართო, რომ ეს კონსტიტუციიდან ამოიღეთ. ვერ ამოიღებ ჯერჯერობით სამწუხაროდ. ხო, რისი ნატო, რისი არ არსებული, ჩამონგრეული, ჩამოშლილი, დეგრადირებული ორგანიზაციებში რატო უნდა შევიდეთ ერთი გამაგებითი? აი ორბანზე გამახსენდა უნგრეთმა განაცხადა პროტესტი, იცით რომ უშგოროდში უნგრელები ცხოვრობენ, უკრაინის ესეთი ოლქია, რომელიც სტალინმა მისცა მათ, თორე ეს ავსტრო-უნგრეთის იმპერიის ნაწილი იყო და სტალინმა აჩუქა უკრაინას, როგორც ხრუშოვმა აჩუქა ყირიმი და იქ ეკლესიას დაესწნენ თავს უნგრელებს და საშინელი პროტესტი განაცხადა რა. უნგრელი კაცი უგლესის მოხალხე მოკლეს ცემაში. კი ბატონო, ეგეც იყო. და მაგაზე მოითხოვა დაჟა. დაჟა მოითხოვა მთავრობის უმაღლესი წარმომადგენელი. დაჟა, იმიტომ რომ კაცი მოკლეს ცემი და ჩვენ ხო უყურებთ ყოველ დღე. აი აქ არის ყოველ დღე. ეს რას უყურებს შემით? ხალხი ყდება ქუჩაში პირდაპირ. მობილიზაციას ეძახიან ამას რაც ხდება, ხო? და საერთოდ სოფლიოში ეხა ისი რომ აი გადატრიალდა რა სოფლიო ის რაც ჩვენ გვახსოვს, რაზეც ახლა ეს ოლეაულა ტროლაილები რო დარბიან და იქ რაღაცებს რო კადრი უნდა გაუშვა აუცილებლად. კადრს გაუშვებო რა ხდება უკრაინაში. აი ეს ქვეყანა გაუშვით. ეს შვილი წაიყვანეს რა ჯარში. არა იქ ცემით რო კლავენ ქუჩაში. Пидоры, чтобы вы были прокляты, блядь! Блядь! ნახე არა საერთოდ იმაზე ლაპარაკი აღარ არის უკრაინას რაც უქნეს ეს ბოროტი მასხარა ეს არის რაც უქნა ამ ქვეყანას წარმოიდგინე მიწასთან გაასწორეს და აი ესენი და 18 წელს ხაზარაძეები და ჯაფარიძეები და ეს ლიაკები ეხა მე ვაფშე აი პარადოქსი ხო ეხა სასაცილო არის უკვე რა სასაცილოც აღარ არის ესე იგი წარმოიდგინე პერსონაჟი FSB-ს თანამშრომელი ყოველ თვე ღებულობს რუბლებს რუსეთიდან ღიად დაუფარავად. იცის ყველამ. არც იმალ თვითონაც აღარ მალავს როგებულობს. რუსეთის ბიუჯეტიდან ფინანსდება ადამიანი, რომელიც ყველანაირად ცდილობს რომ ჩამოიქცეს ეს ქვეყანა. გერმანიის ელჩი. ეს ნაცისტი ეს სამარცხვინო კაცი, რომელსაც საერთოდ არ დაედგომება საქართველოს. მაგას რომ თავმოყარეობის ნასახი კონდეს ის საქართველოში როგორ გაჩერდებოდა. მიდის მასთან და მხარს უჭერს FSB-ს აგენტს წარმოიდგინე გერმანიის ელჩი შენ აბსურდის შენ გესმის რა აბსურდში ვარ სულ ყველანი ხო ესე იგი გუშინ წინ ეს რა მდგომარეობაა რა ამ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა რუსებს დაეძაბა აზერბაიჯანთან ძალიან სერიოზულად ურთიერთობა რუსები ცუდგამეს დამართავენ იგივე არის სამხრეთთან ურთიერთობაში აქეთ ომი რა ორი დღის წინ ისრაელმა დაბომბა დამასკო წარმოიდგინე ის კი არა რომ იქ დრუზების საქმე თქვენ განიხილეთ გასაგები სხვა თემაა მაგრამ დამასკოში პრეზიდენტის სასახლეს ახლა პრეზიდენტი
და ეს მეორე თემაა კიდევ ვიზია ლაპარაკობთ, ხო? და დაბომბა თავდაცვის სამინისტრო. ხო. პრეზიდენტად ზის კაცი, რომელიც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, კონტროლკებს როგორ უკეთებს თავში ხალხს, თავის დროზე. ძლიერი წარსული ქონდა. ხო. ტრამპმა თქვა, რომ ამასო მაგარი წარსულის კაცი და დიდი მომავლის კაციაო, ხო? ამ დიდი მომავლის კაცმეს და ხო. ფებრუარისიდან 1 კვირის ამოღებული. ეხლა მე მინდა კადრები, რამაც განაპირობა ამ დრუზებზე, განაპირობა მოყავთ ტიტოელი დრუზები, ხელები უდევთ აქა და გზაში ხოცა. და ალავიტებიც. ხო, და ხაში ხოცა. ეხლა ჩვენ წარმოვიდგინე, აი ამ აბსურდში ვართ ჩვენ, აბსოლუტურ აბსურდში გარშე. სოფლიოს აბსურდში და გამოდიან ტროლაილა, ოლე ტროლაილები და გვეუბნებიან, რომ იქ არის ჩვენი ადგილი. გესმის? და ამაზე იხევენ ყველა ციხიდან წერს ბადრი ჯაფარიძე რომ ევროპა ბადრი ჯაფარიძე აი რომელიც თავის ფეხით შევიდა იმიტომ რომ იქიდან უბძანეს რომ იქ შესვეს ბადრი ჯაფარიძე ციხეში ხო შანსი არ არის რომ ესე იგი რავალდებულებებია ხაზარაძე ჯაფარიძეს მეორე ჯაფარიძეს ამ იმას რატო შევიდა ციხე იმიტომ რომ ვალდებულებები აქვთ იმიტომ რომ უბძანეს იქ რამ შეიყვანდა ან ერთს ან მეორეს შენ წარმოგიდგენია 100 მილიონი აქვს თითოს ანგარიში აბა ბიჭო 100 მილიონი ნაყაჩაღები ფული ნათაღლითარი ფული იმიტომ რომ საკუთარი ბანკი გაძარცვეს გამოიტანეს ამ მესამე თაღლითი რო არის წერეთელი ჭუტა წერეთელთან ერთად ფული ჭუტა წერეთელს ფული მიცეს ყოველგვარი იმის გარეშე 17 მილიონი იმან მეორე დღეს უკან დაუბრუნა იმათმა ოფშორი შემოატარეს და შეიტანეს ისევ საწესდებო კაპიტალში და აიწეს და ამაზე ყველა სასამართლო წააგეს და აქაც თაღლითობაზე ასე ვთქვათ 7 წელი მიესაჯათ მაგრამ ნუ რაღაცეების გამო მეორედ არიან ასამართლები და ეხლა აქ ეს კაია კალასი ეს ნუ რა გითხრა ეხლა რა შევადარო ეს კაია კალასი ეხლა შენ წარმოვიდგინე კავშირი რომელსაც აქვს პრეტენზია დემოკრატიაზე ევროკავშირი ღირსებები ღირებულებები გეუბნებიან რომ ადამიანი რომელიც მიზან მიმართულად დავალებით არღვევს კონსტიტუციას გამოუშვი რატო იმიტომ მე მინდა ესე ხო ის მზია ამაღლობელი არის პოლიტიკა სინდისის პატიმარი აი ეს ვიღაცა დღეს რო იყო სასამართლო იმას რა ქვია მოლოტოვის კოქტეილებს ესვრიან პოლიციას სინდისის პატიმრები არიან გამოუშვით და ჩვენ კიდე ჩაქცეულ ხართ მთელი საქართველო რატო იმიტომ ჩვენ ესე გვინდა ვის ჩვენ ბიუროკრატებს ბრიუსელის თუ არა და ხო თუ არა და ჩაგიკეთავთ ვიზა ლიბერალიზაციას ეს ვიზა ლიბერალიზაცია დიდი ხანია ჩაკეტილია პოლონეთსა და გერმანიას შორის საზღვარი არის დაკეტილი ხო რეალურად უკვე ვიცით იმიტომ რომ იმ მიგრაციამ რომელიც ანგრევს ევროპას ეხლა დღეს ისეთი ფაქტი გავიგე ხა ირაკლის სუსვენდი კობახიძეს და გამოვიდა თქვა მე რო სწავლობდიო გერმანიაშიო და ეხა დოქტორია გერმანული სამართლის ვიცით ყველამ ხო და ნუ ჩანს კიდევაც ახლა ერუდიცია და ცოდნა ხო ყველაფერს თავი დავნა 85% იყვნენ ქრისტიანები დღეს არიან 49 20 წელიწადში გერმანიაში ხო გაჩქარებული ტემპები 56% ჩამოვიდა ქვემოთ ხო და ეს არის 50 მილიონიანი ქვეყანა ჩვენ ვართ 3 მილიონნახევრიანი ქვეყანა შენ გეუბნებიან რომ ან ვიზა ლიბერალიზაციას წაგართმევთ ან დარა და შენი ბიჭი გოგოა თუ თვითონ განსაზღვრა ბიჭია თუ გოგოა კაია კალასი იტყვის ამათ ის გეტყვის რომ შენი ქალიშვილი ჩემი ქალიშვილი მარიამი ბიჭია თუ გოგო კაია კალასი მეტყვის იქიდან და თქვენ ხო არ გაგირეკიათ ერთი ვიღაცა ხო და რატო დააყენეს საპირწონე ეთქობა იმიტომ რომ გადაგვარდნენ ისა შალვა დაკარგეს ყნოსვა რა ყნოსვა კი არა ღმერთი დაკარგეს ნუ არც მენა დაკარგეს ღმერთი დაკარგეს საყრდენი გლობალურ ბრიტანეთს არც მაინდა-მაინც ქონდა ჩვენი გაგებით დიდი რწმენა მაგრამ ყნოსვა ქონდა ანუ სხვანაირად უსრულებდა კანონი ქონდათ ერებს ქონდათ სხვანაირად ხო ანუ ინგლისური დაზვერვა ნელ-ნელა გადმობირებით აი ძალიან ცნობილია ლოურენს არაბიელი ცნობილი ადამიანი რომელმაც არაბები თურქების წინააღმდეგ გაამხედრა და ქონდათ ეს ძალიან ხლარ საერთოდ როგორ შეიძლება ეთნოფსიქოლოგია არ იცოდეს რომ აი ეს მოროშო რა ეხლა შენ წარმოვიდგინე რომ 340 თანამშრომელია ამერიკის საელჩოში საქართველოში აქედან
40 დიპლომატი არის თუ არა არ ვიცით. 300 არის დაზვერვის თანამშრომელი, ამას ლაპარაკი არ უნდა, ხო? ეხლა დიპლომატი ის არ გამოდგა, რა ქვია, არც ერთი ელჩი, არც მეორე და 3 ელჩი ზედიზედ დაზვერვის თანამშრომლები არიან და ეხლა დანარჩენები რატო უნდა იყვნენ, ხო? აი ამ 35 წელია ეს გრძელდება აქა და სალომე ზურაბიშვილი გონიათ ლიდერი. აბა და ლიაკა ხოშტარია. აბა და გირჩი ჯაფარიძე. შენ წარმოიდგინე რა სიღრმის და დეგრადაცია. იქიდან იმიდან რა ქვია, ქაბულიდან პორტარტულის ცხენს რო გამოაცხეს, ამას ეს რაღაცას მისწორებია, რომ პორტარტულის ცხენს რატო გამოაცხეს, просто უბრალოდ იქიდან მახსოვს იმ მაგარი ფილმი. პიპინიადან. ხო, პორტარტულის საკუთარ ცხენს გამოაცხრო. არაჩვეულებრივი CIA საგარეოდ დაზვერვის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენ არ ველოდებოდით კაბულში ტალიბებსო. ოღონდ რანაირად არელოდებოდი. ეხლა შენ წარმოიდგინე, რომ დაზვერვის უფროსი რო ამას იტყვის, რომ კაბულში ტალიბებს არ ელოდებოდა. ეს ერთია რომ არ ელოდებოდა და მეორეა რომ ამას ხმამაღლა აცხადებს მთელი მსოფლიოს გასაგონად. ეხლა ამ პირობებში, რასაც ჩვენ უყურებთ, ხო? დღეს სულ ფიქრობდი რა, ბოლო დრო რომ მეთქი ამდენს რატო ალაპარაკებენ ამ ის რა ქვია, ის მედია საროსკიპოები რო არის და ეს მედია როსკიპები რო გამოდიან იქა, როდესაც ან თქვათ პარლამენტის თავმჯდომარე ან პრემიერ-მინისტრის ან მინისტრების გამოსვლები რო ამდენს რატო ალაპარაკებენ. მეთქი ვიტყვი ხო გესმის რა, მე მივხვდი რატო ალაპარაკებენ. იმიტომ რომ ესეთი სიგიჟე, რასაც ისინი ლაპარაკობენ რა, გაიგე, შენ პასუხი მაგას არ ჭირდება. საკმარისია რომ მოისმინო ეს რას ლაპარაკობს საზოგადოებამ, რომ მაგას პასუხი აღარ ჭირდება. იმიტომ რომ ვიზა ლიბერალიზაცია. აბა ბიჭო, ეს რა იყო ბრიფინგზე მე შემწყვა რა. ხო, არა, ის ეუბნება კონკრეტულ ფაქტებს უსახელებს, რომ აი ოჯახური ღირებულებები, LGBT პროპაგანდა, ეს ეგზისტენციური საკითხია. არა ეს ეს რაღაცა კანონი და რას მოიმოქმედებთ? რატო არა ქართული ანდაზა გიჟი მიუშვე და მაგარი მოიყოლეს ვენეციის კომისია. ვენეციის კომისია, ხო. და ამაშია საქმე რო გაიგე, იმდენად არიან, აი, აბსოლუტურად დეგრადირებულები, როგორც ის, ეხლა პატრონები ყავ დეგრადირებულები და ეხლა თვითონ რას წარმოადგენენ, ხო ვიცით, ეხლა ის რა ქვია, ბოსი რო ხაზარაძე გეყოლება, ეხლა იმ მედია როგორი იქნება, ეხლა ვიზე ვლაპარაკობთ, ხო? ეხლა მე არ მინდა იქით გადავიდ თქვენი კოლეგი. ვინ არის ჩემი კოლეგი? ტამბოვსკი ვოლკ. როენა მამიდა და ნოტარიკო დეიდა. ტამბოვსკი ვოლკ ტიბეტა. როენა მამიდა და ნოტარიკო დეიდა რო არიან იქ ერთად, ხო? ისინი გამოგიდგენია. და კარგია. საზოგადოებამ უნდა მოусვინოს ამას და მიხვდეს, რომ ერთადერთი შალვა გამოსავალი არის ის რა გადაწყვეტილებას ქართულმა საზოგადოებამ მიიღო, რომ მთავარი არის დედა საქართველო. ჩვენი წარსული, ჩვენი აწყო და ჩვენი მომავალი, ჩვენი წესი, ჩვენი რწმენა, ჩვენი ერთობა იმ ღირებულებების გარშემო, რაც ყოველთვის იყო ტრადიციული საქართველოსთვის. ეს ევროპული ღირებულებები, ვითომ ევროპული ღირებულებები რა, რომელიც შარვალ ჩახტილი გირჩი აქ ასე ვთქვათ აცელებდა ოკუპანტები. ისინი იმიტომ იყვნენ სუშეტევაზე გადმოსულები, იცოდე. რო ხედავდნენ მოწინააღმდეგეს რა ფორმით უწევს წინააღმდეგობას, ამათაც გული ეცემოდა ჩეტევისთვის. აინტერესებდათ, ნუ რა ხდება. კარგი, იცი რა არის, სასაცილო გახდა უკვე და კარგია შალვა, რო ეს ყველაფერი სასაცილო. არა, მე მაგარ გაოცებული ვარ, რა კარგი თავდასხმის საშუალება მოგწეს. არაფერი არც აღარ გჭირდება. ხო, ყველაფერი ნათელია. ნებისმიერია, როგორც არ უნდა ვერ გვიტანდეს მე და შენ და ვთქვათ რაღაცა ნაწილს. თავის შვილი ხო უყვარს. თავის მომავალი ხო, ოჯახი ხო, საქართველო ხო, ისე როგორც იმას უყვარს. სულ არ არის აუცილებელი რომ ჩვენ ერთნაირად უყვარს, მაგრამ ის მაინც უყვარს და ამიტომ რომ შეხედავს. რო ეუბნები რომ ეს არის საფრთხე რა. შენი გოგო, ბიჭია თუ გოგო კაია კალასი გადაწყვიტავს, ხო? ნუ აქ დიდი მადლობა ჩემო გოგა, ძალიან საინტერესო იყო. ჩვენ კიდევ ერთი გადაცემა გვექნება. დიდი გადაცემა და ცოტა ხნით მერე შევისვენებ გაზაფხული ძალაში შევიდა ძალიან და მერე დავრუნდებით აუცილებლად ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგეთ უკვე მაგი მოგებულია დიდი მადლობა მოვიგეთ აბა მომავალ პარასკევამდე